მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ბევრად ადვილია იტანჯო, ვიდრე შეიცვალო. პოდკასტის ავტორია თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოთერაპევტი ბერტ ჰელინგერი. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური და ამით დამეხმაროთ არხის განვითარებაში. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, დღევანდელი ციტატა ძალიან მძიმეა, ყველაზე მძიმეა იმ ციტატებს შორის, რაც კი აქამდე ჩემს გადაცემებში ყოფილა. ვერ წარმომიდგენია, ვინ გაბედავს და ეტყვის ადამიანს, რომ მას ტანჯვა ურჩევნია ამ ტანჯვისგან გათავისუფლებას. ფსიქოლოგისთვისაც კი მეტისმეტად მწარე ნათქვამია. მაგრამ ბერტ ჰელინგერი განსაკუთრებული ფსიქოლოგი იყო, არის ცოცხალია, 1990-იან წლებში მან შექმნა სისტემური თერაპიის მეთოდი, რომელსაც ქვია ოჯახური განლაგება. რა კი თერაპიის მეთოდი, ეს ნიშნავს, რომ ეს მეთოდი ადამიანებს ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს მეთოდი მიზნად ისახავს ოჯახურ სისტემაში, ესე იგი წინაპართა ცხოვრებიდან მომდინარე რაღაც დამანგრეველი ტრავმების აღმოჩენას, გამოვლენას და ეს ისეთი ტრავმებია, რომლებიც შთამომავლობაზე აისახება, მათ ცხოვრებას აზიანებს, ოღონდ ტრავმის გადაცემა ხდება არაცნობიერი გზით და შთამომავალმა არაფერი არ იცის მისი წინაპრის ამ ტრავმის შესახებ. და თერაპიის მიზანია ამ ოჯახურ სისტემაში წესრიგის აღდგენა. რასაც ახლა ვამბობ, შეიძლება ჟღერდეს როგორც ჩინური. ეს განცდა, რომ ოჯახური განლაგება არის რთული და ბუნდოვანი სისტემა იმისთვის, ვინც ამ საქმის სპეციალისტი არ არის, მე სულ უფრო მეტად გამიძლიერდა, რაც მეტი გავიგე ამ ოჯახური განლაგების შესახებ. თუ გავბედავ, ერთხელ ცლად გიამბობთ აი ამ დაუჯერებელ მეთოდზე, რომელსაც წინაპართა ისეთი საიდუმლოს გამოვლენა შეუძლია, დეტექტივებში რომ ვერ შეხვდებით. და საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდით მუშაობენ და ერთი მშვენიერი რომანიც არის დაწერილი ოჯახური განლაგების თემაზე, რომელს ქვია უხილავი თამაში და მისი ავტორია მარი ბექაური. ერთ ამბავს გიამბობთ. მარი ბექაური იყო ჩემი სტუმარი, როგორც საინტერესო ადამიანი და როცა მასთან ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, მის სხვა წიგნებთან ერთად ეს წიგნიც წავიკითხე უხილავი თამაში. მაშინ ოჯახურ განლაგებაზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვკითხულობ წიგნს და როგორც ამბობენ ხოლმე, თვალები შუბლზე ამდის. წიგნის მთავარი გმირი არის ადამიანი, რომლის ცხოვრება იქ არის დაწვრილებით აღწერილი და რომელიც არის აი ამ ოჯახური განლაგების სუბიექტი. და ვკითხულობ და ამ პერსონაჟში ცხადად ვხედავ ერთ ჩვენს თანამედროვე საკმაოდ ცნობილ ადამიანს, ვხედავ მის ბიოგრაფიას და წიგნი და რეალური ცხოვრება ვხედავ, რომ ზუსტად და ზედმიწევნით მიყვება ერთმანეთს და იმ ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიაც იმიტომ ვიცოდი, რომ ისიც ჩემი სტუმარი იყო და სანამ მოვიდო და სწორედ მისი ბიოგრაფია დაწვრილებით შევისწავლე. ვერ მოვითმინე და მარის მივწერე. თქვენი წიგნის გმირი ზურა ჯიშკარიანია მეთქი? და მარი მომწერა, კიო, ზურა არისო. და მე დაუსვი, აბა ძალიან გულუბრყვილო კითხვა, კი, მაგრამ ზურამ თვითონ იცის მეთქი ამის შესახებ? და მარი მითხრა, რა თქმა უნდა, იცი ზურასგან მაქვს ნებართვა მიღებულიო. აი მარის წიგნიც არის დეტექტივის ჟანრის და აი ესე გადაეხლართა ერთმანეთს რეალური და მხატვრული დეტექტივი აი ამ წიგნში ზურა ჯიშკარიანის ცხოვრების და წიგნის გმირის ცხოვრების სახით და ამ ყველაფრის ჩარჩო არის სწორედ ეს სისტემა ოჯახური განლაგება. ეხლა დაუბრუნდები ციტატას. ოჯახური განლაგების სისტემის ჭრილში ეს ციტატა გაცილებით უფრო გასაგებია და გაცილებით ადამიანურად გამოიყურება, ვიდრე მის გარეშე. იმიტომ რომ ავტორი სავარაუდოდ ამბობს, რომ თუ წინაპრები იტანჯებოდნენ, თუ რომელიმე კონკრეტული ოჯახის სისტემაში ტანჯვა იყო ნორმალიზებული, მაშინ ცვლილება
თქვათ ბედნიერებისკენ სწრაფვა ან წარმატებისკენ სწრაფვა აღიქმება როგორც ოჯახის, როგორც ჯგუფის ღალატი. და ესე იგი ადამიანი ქვეცნობიერად ირჩევს ტანჯვას იმისთვის, რომ აი ოჯახურ სისტემაში შეინარჩუნოს თავისი ადგილი და იქიდან გაძევებული არ აღმოჩნდეს. და ამიტომ ამბობს ციტატის ავტორი, ბევრად ადვილია იტანჯო, ვიდრე შეიცვალო. სხვანაირად ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ბევრად ადვილია შენი ოჯახის ტანჯვა მძიმე ხვედრი შენს გაიზიარო, ვიდრე ოჯახის სისტემას უღალატო და ბედნიერება ცადო. ეს ყველაფერი, რაც ახლა გითხარით, როგორც წესი არაცნობიერ დონეზე ხდება, მაგრამ ზურა ჯიშკარიანმა სწორედ იმით დააინტერესა მარი ბექაური და ზურა იმიტომ გახდა მარის წიგნის მთავარი პერსონაჟი, რომ ზურა თავის ცხოვრებით დაუპირისპირდა თავისი ოჯახის ტრადიციას და ცხოვრების წესს და ამას აკეთებს მთელი ცხოვრების მანძილზე. უპირისპირდება აბსოლუტურად ცნობიერად, ოღონდ რა არის ამ მუდმივი ბრძოლის შედეგი, ამის თქმა ეხლა მე არ შემიძლია ნამდვილად. თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი, მე ვიტყოდი, ძალიან უცნაური ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან და საინტერესო ინტერვიუ მარი ბექაურთან. ამ ორივე ინტერვიუს ბმულს ამ გადაცემის აღწერაში ჩავდებ. თუ რომელიმე ფსიქოლოგიური ტერმინი ახლა დღეს არასწორად წარმოვთქვი, ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ ოჯახური განლაგება, აი ეს საკითხის თემა, მე დილეტანტი ვარ ამასთან დაკავშირებით და რა ვიცი, შეიძლება მართლაც რამე შემეშალა. მაგრამ ამ ციტატამ იმიტომ დამაინტერესა, რომ ჩემს აღქმაში ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბოლო წლებს მიესადაგა ის, რასაც ჰელინგერი ამბობს ადამიანზე. ოღონდ არც კი ვიცი, შესაძლებელია თუ არა, რაც ამ ციტატაში არის ნათქვამი ადამიანზე ოჯახური განლაგების ჭრილში, შეიძლება თუ არა, რომ გადმოვიტანოთ ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრებაზე. ოღონდ ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ჩვენ სულ ერთსა და იმავე რაღაცნაირ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ვერაფრით ეს წრე ვერ გავარღვიეთ. სულ ვართ აი რაღაცნაირ უბედურების მორევში და ვერ ამოვედით აქედან. სულ გონია, რომ ახლა გვაქვს შანსი, რომ ეს წრე გავარღვიოთ, მაგრამ გავადრო და აღმოჩნდება, რომ არა, ისევ იმ მორევში ვტრიალებთ და ვიცი, რომ ზოგადად წესი არის ესეთი, რომ რაც უფრო მძიმეა რეჟიმი, მით ძლიერი არის ცვლილების შიში. აი სტალინი რომ გარდაიცვალა მაგალითად, მთელი ახლა უზარმაზარი ქვეყანა ტიროდა. და მე მგონი იმდენად სტალინი არ ეცოდებოდა და რამდენადაც საკუთარი თავი, რომ აი ვერ წარმოგიდგენთ როგორ უნდა ეცხოვრათ ქვეყანაში სტალინის გარეშე. და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ესეთ დროს ტკივილი არის ნორმად და ცხოვრების ფონად ქცეული. დღევანდელ საქართველოს, რა თქმა უნდა, სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირს არ ვადარებ არანაირად, უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ არის მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება ვერ აცნობიერებს თავის ტანჯვას და ვერ აცნობიერებს ვერც ტანჯვის ხარისხს და ვერც ტანჯვას როგორც ასets. და როცა ტანჯვა ხდება იდენტობის ნაწილი, მაშინ ცვლილება გულისხმობს თავის დაკარგვის საფრთხეს და ზუსტად ამიტომ ტიროდნენ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ადამიანები, რომ აი თავის დაკარგვის ეშინოდა, თავის თავს დასტიროდნენ ფაქტობრივად. ცხადია, ვერანაირი ცვლილება ვერ დაიწყება, სანამ საზოგადოება ტანჯვას არ გააცნობიერებს და სანამ არ იტყვის უარს ამ ტანჯვის ნორმალიზებაზე. სანამ არ იტყვის, რომ არა, ტანჯვას ნორმად ვერ მივიღებ. სტალინის დროსაც და ახლაც პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი საქმე ის არის, რომ ადამიანი მოადუნოს, გაართოს და საზოგადოებას დაუმალოს ტანჯვის მდგომარეობა, ისე როგორც სტალინმა დაუმალა მილიონობით ადამიანს, რომ ის მათზე მზრუნველი მამაკი არ იყო, სინამდვილეში იყო მათი მტარვალი. მე თუ მკითხავთ, აბძი ესეთ ჩემი დილეტანტური აზრია, არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ტანჯვას ირჩევს.
და საინტერესოა ოჯახური განლაგების სპეციალისტები ამაზე რას ფიქრობენ, რომ ის რაც შესაძლებელია ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს, რამდენად არის შესაძლებელი რომ გამეორდეს საზოგადოების ცხოვრებაში. ინდივიდი იმას გულისხმობ, რომ ინდივიდი შეიძლება თვითონ ირჩევდეს არაცნობიერად მსხვერპლის როლს, ან ცნობიერად, არ ვიცი, მაგრამ საზოგადოება მგონი რომ ამას არ აკეთებს. საზოგადოება ჩემი აზრით ან ვერ აცნობიერებს ტანჯვას, რაც უკვე ვთქვი და ვახსენე, და ან აცნობიერებს ტანჯვას როგორც ბედის წერას, როგორც გადარჩენის სტრატეგიას, იმიტომ რომ მიაჩნია რომ შეგუების გარდა არაფერი არ გადაარჩენს. აი ეს ფიქრები იმიტომ მომეძალა, რომ მიჩნდება ხშირად კითხვა ჩვენ საზოგადოებასთან დაკავშირებით, აი კიდევ რა უნდა მოხდეს ახლა ჩვენს ქვეყანაში, რომ საზოგადოებამ რეალური ფასი დაადოს იმ ტანჯვას, რასაც სინამდვილეში ჩვენ ყველა განვიცდით. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ადამიანი დღეს საქართველოში, რომელიც დილით გაიღვიძებს და აი ერთხელ მაინც არ იფიქრებს იმას, რომ ნეტა დღეს რა მოხდება ამ ჩვენს ქვეყანაში და ნეტა კიდევ რითი დამძიმდება აი ეს საერთო მძიმე მდგომარეობა. მაგრამ ადამიანები 1000 საბაბს იგონებენ იმისთვის, რომ სინამდვილეში ცვლილებებზე არ იფიქრონ და აი ამ საბაბებს ქმნის და ურიგებს მათ პროპაგანდა. და რატომ აკეთებს ამას? ამას აკეთებს იმიტომ, რომ ტანჯვის რესურსი, რაც შეიძლება გახანგრძლივდეს და გამოკვებოს, ესე იგი პროპაგანდამ ეს ტანჯვის რესურსი და დიდხანს აცოცხლოს. მაინც ვიტყვი რამდენიმე ნიშანს, რაც ჩემი აზრით და გამოცდილებით ცვლილებების სიოსავით არის ჩემთვის. ახლა რას ვეძახი გამოცდილებას? მართლაც რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ცვლილებამ ჩემ თვალწინ გაიარა და ბევრი მიფიქრია ამ ცვლილებებზე, ბევრჯერ დამიწერია საზოგადოებისთვის მithქვამს ჩემი აზრი და ამიტომ მინდა რომ იმ წლებზე დაყრდნობით ჩამოგითვალოთ რამდენიმე ნიშანი, რაც ჩემი აზრით ცვლილებების მოახლოებას მოასწავებს და მე არ ვამბობ, რომ მე ვხედავ ეხლა ჩვენს გვერდით ამ ნიშნებს. მე უბრალოდ მინდა რომ ეს ნიშნები გაგიზიარო და თქვენი ფიქროთ იმის შესახებ, ხედავთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში, თქვენს ირგვლივ გარემოში ამ ნიშნებს და ანუ თქვენ თვითონ განსაზღვროთ, რამდენად ახლოს არის ცვლილებები. დავიწყებ იმით, რომ ცვლილებების მოახლოების უეჭველი ნიშანია და ამაში ეჭვი არ მეპარება, როდესაც იუმორი გადაიქცევა მწარე სატირად. ბევრჯერ მოხდა ეს და ახალც აუცილებლად ასე მოხდება ცვლილებების წინ ჩვენ დავინახავთ, რომ იუმორი გადაიქცევა დაუნდობელ მწვავე სატირად. ასევე ცვლილებების მოახლოების ნიშანია, როცა ადამიანები ერთმანეთისკენ იბრუნებენ პირს და რაღაცნაირ ჰორიზონტალურ კავშირს კრავენ ერთმანეთთან და ხედავენ, იწყებენ ერთმანეთის დანახვას. და მგონი ამის გამო სწორედ იცხოვენ პოლიტიკოსებისგან ადამიანები, რომ ისინი წავიდნენ სოფლებში, რეგიონებში და იქ შეხვდნენ ხალხს. აი რაღაცნაირად ინტუიციურად ყველა გრძნობს, რომ სანამ ადამიანები ერთმანეთს არ დაინახავენ, ცვლილებები არ დადგება. კიდევ ერთი ნიშანი ცვლილებების მოახლოების არის ის, რომ სოლიდარობა ჩნდება იქ, სადაც ადრე იყო მხოლოდ ეჭვი ერთმანეთის მიმართ და იყო კონკურენცია. კიდევ აუცილებლად ვახსენებ ენას. არ ვიცი, 10 წლეულების განმავლობაში გვესმის ეს ფრაზები, რომ გვეშველება რამე, არაფერი არ გვეშველება, ყველა ერთნაირია, აქ არაფერი არ შეიცვლება. და როცა ამ ფრაზების ნაცვლად გავიგებთ სხვა ფრაზებს, ან იმავე სიხშირით მაინც გავიგებთ ამ სხვა ფრაზებს, რა სიხშირითაც ახლა ის წინა ფრაზები გვესმის, აი მაშინ იქნება ნიშანი, რომ მოახლოვდა ცვლილებები და მაგალითად ამ ტიპის ფრაზებია, რას ვაკეთებთ, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, როცა ადამიანები ამ კითხვებს დასვამენ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ცვლილებები ახლოს არის. და ბოლოს აუცილებლად უნდა არსებობდეს თავისუფლების კუნძულები, იმიტომ რომ პატარა ჯგუფების ენერგია უნდა დაედოს საფუძვლად ახალი საზოგადოების შენებას. კიდევ ვამბობ, რომ
აი ეს ნიშნები, ცვლილებების მაუწყებელი ნიშნები, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, მე ვიცი, იმიტომ რომ ვიცი საქართველოს ისტორია ბოლო წლებში და ამ ისტორიამ მიკარნახა სწორედ აი ეს ცვლილებები და საგანგებოდ არ მიხსენებია ლიდერი. აქამდე ყველა სერიოზული პოლიტიკური ცვლილება ჩვენს ქვეყანაში უკავშირდებოდა ძლიერ საპირწონე ლიდერს. კი, ეს არის უეჭველი და ეს ნამდვილად ესე მოხდა. მაგრამ შეიძლება ეხლაც ასე მოხდეს, რომ მოგვიხდეს ლოდინი აი ამ ძლიერი საპირწონე ლიდერის, მაგრამ ეს ძალიან ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ და ვიცით, რა თქმა უნდა, რომ ლოდინი ლიდერის ჩვენ თავისუფლებისგან გვაშორებს. რაც უფრო დიდხანს დაუწყებთ ამ ლიდერს ლოდინს, მით უფრო შორს იქნება ჩვენგან ცვლილებების შესაძლებლობა. ხო და იმაზეც მიფიქრია, რომ იქნებ ცვლილებები საზოგადოებაში მაშინ კი არ დგება, როდესაც ლიდერი გამოჩნდება, არამედ მაშინ, როცა ადამიანები უბრალოდ შეწყვეტენ, თავს დაანებებენ ლიდერის ლოდინს. აქ დავასრულებ დღეს ჩემს კომენტარს ამ მწარე და უცნაურ ციტატაზე. გადაცემის ბოლოს ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. მე პარასკევამდე გემშვიდობებით და მანამდე რომ არ მოიწყინოთ, პერიოდულად გამოვაქვეყნებ ხოლმე სხვადასხვა პლატფორმაზე პატარა ნაწყვეტებს, მონაკვეთებს ჩემი ძველი გადაცემებიდან. ასე რომ ახლა გემშვიდობებით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.